გამარჯობათ, ეს არის გადაცემა პოლიტიკური რეალიზმი და მე მისი წამყვანი შალვა ციკოლია ვარ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე და ჩვენი ქვეყნის როლზე საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო თანამეგობრებაში და თანამეგობრობაში და ზოგადად ამ კონტექსტში. თუ რა პოზიცია უნდა გვეკავოს, სადა ვარ და რისკენ მივექანებთ, ასე ვთქვათ. წარმოვიდგენ ჩემს დღევანდელ სტუმარს, ბატონ ოთარ ბაღათურიას, გამარჯობა ოთარ, და შეგიძლიათ გადმოვიდეთ პირდაპირ შენსკენ. ანუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მსოფლიოში ზოგადად და საერთოდ შეიძლება აღმოჩნდეთ ჩვენ თავიდან დავიწყოთ, საერთოდ რა ხდება, რომ აუხსნათ მაყურებლებს, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, იმიტომ რომ ფაქტია შეიცვალა მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, სხვა კუთხით ვითარდება და დაბნეულობა არის ხალხში, ვერ ხვდებიან საითკენ მივდივარ და მე ვფიქრობ, ამის ახსნა იქნება ძალიან კარგი ადამიანებისათვის, თუ რა ხდება ზოგადად. სალამ, შალომ. დიდი მადლობა. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. რა შეიძლება ითქვას? ზოგადად შეიძლება დავიწყოთ იქიდან, რომ საზოგადოებაში ხომ არ გაჩნდა დაუშვათ გარკვეული სკეპსისი დასავლური კურსის მიმართ. ან დასავლური ღირებულებების მიმართ. ან იმის მიმართ თუ რამდენად ჩვენია. თუ დაუშვათ ახლა ჩვენ ქართულ საზოგადოებაში თუ სტუდენტურ წრეებში, სამოქალაქო წრეებში გავიკითხავთ, ხო? არის ესეთი გარკვეული დუალიზმია რა. ერთი მხრივ საზოგადოების ნაწილი თქვათ სწურს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში არ არის და ჩვენ დაჩქარებული ტრანსფორმაცია გვჭირდება ამ მიმართულებით. ხოლო ნაწილი ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე ესე პედალირება დაუშვათ ეს არის დასავლური ღირებულებების საქართველოში დამკვიდრების მცდელობა და ერთგვარად ტრადიციული ქართული ღირებულებების ჩანაცვლების მცდელობა. ეხლა ამ თვალსაზრისით კიდევ მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვათ ძალიან მძლავრმა აქცელერაციამ, რაც დაუშვათ დასავლური კურსის ფორსირებულმა აქცელერაციამ, ასე ვთქვათ, დაძალებულმა დაჩქარებამ გარკვეულ პერიოდში გამოიწვია ჯერ თითქოს გამოიწვია გარკვეული ენთუზიაზმი საზოგადოებაში, ხოლო შემდგომ გააჩნდა წინააღმდეგობა. და ფაქტობრივად თქვათ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, რომ ერთდროულად დააკმაყოფილოს საზოგადოების იმ ნაწილის შეკვეთა, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა და ამგვარად ცდილობს პოზიციონირება მოახდინოს როგორც ასე ვთქვათ ქართული ორიენტაციის, ქართული ღირებულების გაფორმება და მეორე მხრივ პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, მთლიანად ქართული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, დღევანდელი ხელისუფლება, დღევანდელი ოპოზიცია, წარმოდგენილ პოლიტიკური სპექტრის გარეთ მყოფი პარტიებიც კი უმეტესწილად ასმობერებენ, რომ დასავლურ კურსს რეალურად ალტერნატივა არ აქვს. და ეს ალტერნატივა არ აქვს არის არა ის, რომ დაუშვათ სხვა ალტერნატივები არ არსებობს. არამედ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის არ აქვს ალტერნატივა. ანუ სხვა რა ორიენტაცია შეიძლება გქონდეს საქართველოს დაუშვათ. და არჩევანი არც უდიდია, თქვათ, ეხლა ახლო აღმოსავლეთის ხوار მიემგროვი და თქვათ ისლამური დემოკრატიის ეგიდით ხوار გაილაშქება რა დაუშვათ. ხოლო ჩინეთი როგორც მზარდი გეოპოლიტიკური ფაქტორი და ასევე ინდოეთი როგორც მზარდი გეოპოლიტიკური ფაქტორი ჯერჯერობით არც არიან რეგიონში იმდანაც ჩართულები. მეოცერთი არც იჩენენ ინტერესს ამ რეგიონის. ჯერჯერობით პასიური პოზიცია უკავიათ, ხო? ვერ ვთქვი პასიური, მათ ძალიან აქტიური პოზიცია უკავიათ, როგორც სხვაგან. ისინი ძალიან ინდოეთი და ჩინეთი, ხა ძალიან საინტერესო თემაა სინამდვილეში. დეკოლონიზაციის პერიოდში წარმოიქმნა ესეთი წინააღმდეგობა საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის, ანუ აღმოსავლურ სამყაროს და დასავლურ სამყაროს შორის, კაპიტალისტურ ბანაკს, სოციალისტურ ბანაკებს შორის, ამ ბანაკს შორის წარმოიქმნა რეალურად დიდი ბრძოლა პოსტკოლონიური ქვეყნების შიგნით სიმპათიებსა და გავლენაზე. თავდაპირველად ამერიკელებმა ჩათვალეს ძალიან მარტივად გადაწყვეტეს, რომ
თუ იქნება დემოკრატია, ყველაფერი იქნება კარგად. იმიტომ რომ შეუძლებელია ხალხმა ამჯობინოს მშიერი ავტორიტარული უსამართლო სოციალისტური სისტემა ამჯობინოს სამართლიან დემოკრატიულ მაზღარ კაპიტალისტურ სისტემას, სადაც ადამიანს თავისუფლებაზე შეუძლია რასაც უნდას მიაღწიოს. ესე თითქოს ესე მარტივად იყო. და აღმოჩნდა რომ არ არის ეს მარტივად. აღმოჩნდა რომ პოსტკოლონიურმა კოლონიური ჩაგვიდან თავ დაღწეულმა ხალხებმა პირველივე დემოკრატიულ არჩევნებზე აირჩიეს რადიკალური მემარცხენე ძალები. სხვათა შორის ესე მოხდა აი ეს არაბული გაზაფხულის შემდგომაც. არაბული გაზაფხულის შემდგომ კიდევ საინტერესო უნდა, მან და არა მემარცხენე, არამედ უკიდურეს მემარჯვენე ძალები აირჩიეს, ვთქვათ, ისლამისტები. ხო, მაგრამ უკიდურესი. ხო, რადიკალიზმის მიდრეკილება კი ბატონო. და აქ უცებ გაჩნდა ეგეთი თემა ამერიკულ პოლიტიკურ ანალიზში გაჩნდა ეს თემა, რომ საკმარისია თუ არა დემოკრატია იმისათვის, რომ ნორმალური ქვეყანა აშენდეს. და ამ დროიდან მოყოლებული უკვე იწყება ნეოკონსერვატიზმი ან ლიბერტარიანელობა. ამერიკელები ამხობენ სადაც არის სოციალისტური უფრო სწორად დემოკრატიული გზით არჩეული ან არც თუ ის დემოკრატიული გზით არჩეული ან ამა თუ იმ ფორმით ხელისუფლებაში მოქცეული მარქსისტული პროსაჩუთა რეჟიმები იმათ ამხობენ იმათ ადგილას აფუძებენ რაიმე სამხედრო დიქტატურას ერთი პირობით ეს სამხედრო დიქტატურა აღკვეთავს დემოკრატიულ პროცედურებს არ მისცემს ხალხს ძალაუფლების ხელში აღების ან ვიღაცეების ძალაუფლებაში მოყვანის საშუალებას, მაგრამ ამავე დროს უზრუნველყოფს ბიზნესის თავისუფლებას. მაგალითად შეიძლება იყოს კადაფის რეჟიმი? არა, კადაფის რეჟიმს ვერაფერ არ ვიყო მაგალითად. სარგემობდა ადრე დასავლეთის მხარდაჭერით და სიმპათიებით. კადაფის რეჟიმი არასოდეს სარგებლობდა შეერთებული შტატების მხარდაჭერით და სიმპათიით. კადაფის რეჟიმი ნახა კადაფის რეჟიმზე არ ვიდექი ხო, კი ბატონო. კი შეგვიძლია უბრალოდ მან თემა ეს იყო, მან შექმნა ეგეთი ჯამახირია, ანუ არაბულად ეს ნიშნავს რესპუბლიკას რაღაცნაირად ხალხის მმართველობას. ეს იყო ისლამისტურ სოციალისტური. არა, ნოთარ, მე რაზე გითხარით კადაფის რეჟიმი, იმიტომ რომ ანალიტიკოსების და ისტორიკოსების რაღაც ნაწილი ამბობს, რომ კადაფის რეჟიმი შექმნა დასავლეთმა, უბრალოდ შემდგომ ამ კაცმა განავითარა თავისი ძალაუფლება ძალიან მასშტაბურად და გაიმიჯდა მათ და შემდგომ ამიტომ დაამხეს. ეს ერთ-ერთი მოსაზრებაა რა, უბრალოდ. მოსაზრება ეფუძნება ბოლოდროინდელ მოვლენებს, როდესაც 90-იან წლებში კადაფის რეჟიმი თითქმის მარგინალიზებული იყო, მაგრამ შემდგომში ანუ საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ შემდგომში ის გაემიჯნა ტერორიზმს, გაემიჯნა ისლამურ ფუნდამენტალიზმს და სცადა ურთიერთობების დალაგება დასავლეთთან და 2000-იან წლების დასაწყისში თითქოს იტალიელებმა ფრანგებმა რაღაც ურთიერთობები გაააბეს და წმინდად კომერციული ხასიათის მაგრამ იგივე შეიძლება თქმული იყო უფრო მეტად რაც ძალიან ჩალო შეიძლება თქმული იყო სადამ ჰუსეინის რეჟიმზე სადამ ჰუსეინი პირდაპირ ამერიკის კრეატურა იყო ეს იყო მოძრაობა ბაასი იყო ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში პოზიციონირებდა სანამ ის ოპოზიციაში იყო 50-იან წლების დასაწყისში არსებული ერაყის მთავრობის მიმართ ის თითქოს პროამერიკული იყო, თითქოს სადამ ჰუსეინის შეხვედრია ცელეუს ოფიცერს ეგვიპტეში ყოფილდა, როდესაც იმალებოდა ეგვიპტეში და შემდეგ, მაგრამ ისევ და ისევ სადამ ჰუსეინიც აღმოჩნდა დიდი იმედგაცრუება. საერთოდ ამერიკელებს ეს დიდი იმედგაცრუებები თავისუფალი ეკონომიკის მშენებელი ავტორიტარული რეჟიმების მიმართ იმედგაცრუებები ჰქონდა ძალიან ბევრი. რაც განპირობებული კულტურული თავისებურებებით. ახლა მაგალითად თუ ავიღეთ პინოჩეტს მაგალითად ახლოსარდე კარგი მაგალითია რა. ან თუ ავიღეთ ჩაკაიშის ისევ ახლოსარდე კარგი მაგალითია, თუ ავიღეთ ფრანკოს შედარებით კარგი ცნობილი მაგალითი ხარ. ფრანკო არ იყო ამერიკის კრეატურა. ამერიკაში ამ დროს მემარცხენე ლიბერალიზმის ზეიმია და
ჯერეთი იზოლაციონისტი არიან ევროპის დაინტერესდებიან, მაგრამ მეორე წეთი გულშემატკივრობენ მემარცხენე რეჟიმებს. და ოღონდ იმ მომენტში 20-იან 30-იან წლებში ფრანგი, ბრიტანელი თუ საბჭოელი მემარცხენეები ცოტათი განსხვავდებიან ამერიკელების აზრით. უფრო მეტიც ახლა რუზველტს ძალიან მოწონდა საბჭოთა კავშირი. აი ძალიან მოწონდა. ხოლო უმაღლეს ხელისუფლებაში იყო ტროცკისტების მთელი ფრაქცია. ძალიან საინტერესო რამეს სამთ ახლა ძალიან სრულად მოულოდნელს. იმ მომენტისთვის ისინი არ იცნობენ ჯერ არის საბჭოთა კავშირი. მათ ჩათვალეს რომ დიახ, ბოლშევიკები კი რადიკალიზმი გადაიხარენ, მაგრამ მაინც ეს იყო, ვთქვათ, სამართლიანი ბრძოლა ხალხისა თავისუფლებისთვის. მერე და მერე გამოჩნდება, რომ სტალინის სულაც არ განასახიერებს ამ ხალხის თავისუფლებას. ოღონდ ეს ამის გაცნობება გაჩნდება ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ფრანკო მისცა მაგალითი უბრალოდ რა. ფრანკომ ავტორიტარული მეთოდებით დაამარცხა უკიდურესად მემარცხენე ესპანეთი, რომელიც რესპუბლიკური მთავრობა, რომელიც კიდევ უფრო მარცხნივ მიდიოდა. მე არ ვარ ფრანკოს დიდი მაკებარი ვთქვათ, მაგრამ უნდა ითქვას ერთი რამ, რომ ფრანკოს რეჟიმის დროს კი იყო კორუფცია, იყო უსამართლობა, იყო უკანონობა, თვითონ რეჟიმი უსამართლო და უკანონო იყო შესაძლოა, მაგრამ პრინციპი მაინც საკუთრების უფლება იყო დაცული. და რეალურად ფრანკოს მიერ ძალაუფლების მონარქიის გადაცემის შემდგომ ხო აი საკუთრების უფლების გადასაჭრო არ მოხდა. ისაც ხდებოდა რესპუბლიკის პერიოდში დასაწყისში, ისაც ფრანკომ და ჩანკაიშის ვახსენე ხო? ახლა რეალ პოლიტიკიდან გამომდინარე სტალინისთვისა და ამერიკისთვისაც კარგი იქნებოდა თუ შეთანხმდებოდნენ ჩინეთის გაყოფაზე, ის როგორც დაიყოს კორეა ან გერმანია. და იქნებოდა ორი ჩინეთი, ჩრდილოეთში იქნებოდა შესაძლოა მანჯურიაც რუსეთს დაეტოვებინა თავისთვის, ან პროტექტორატის ქვეშ მოვდა, ხოლო სამხრეთით იქნებოდა უბრალოდ ჩინეთის რესპუბლიკა. ისაც დღეს არის ტაივანს. მაგრამ რატომღაც მაგრამ ამერიკელებს არ მოწონდათ ჩანკაიში. იმიტომ რომ მიეცადათ ჩანკაიში იყო ფაშისტი. თუმცა, როდესაც ჩანკაიშის ჩინეთს დაესხა იაპონია, ამერიკელებს არც ეს მოწონდათ. და პრინციპში წინამდე მოწონდნენ იაპონიას, საბოლოო ჯამში ამერიკის პოზიციამ განაპირობა იაპონიის თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებს. მაგრამ აი, როდესაც უკვე ჩანკაიში დამარცხდა კონტინენტურ ჩინეთში და გადაბარდა ტაივანზე, მან აქ დაამყარა დიქტატურა ტაივანზე, მაგრამ მისცა თავისუფლება საკუთრების უფლებას. და რამაც შექმნა უკვე ის პირობები, ანუ კომერციულ ურთიერთობებში ჩართული ადამიანები თან ქმნიან თავის მატერიალურ კეთილდღეობას. ანუ საბაზრო ეკონომიკა ვითარდება. საბაზრო ეკონომიკა ვითარდება ავტორიტარული რეჟიმის პირობებშიც კი. თუ ეს ავტორიტარული რეჟიმი პატიოსანია, ასე ვთქვათ. და ეს ხდება ტაივანზე, ეს ხდება სინგაპურში. ანუ ჯაკაც პატარა იმას გავაკეთებ. ანუ მაგრამ არ ხდება აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. ანუ აუცილებელი არის მაინც და მაინც დემოკრატიული მართლობა იყოს იმისაც, რომ საბაზრო ეკონომიკა გამართდეს, ხო? მოკლევადი არა ხო? მოკლევადიან, გრძელვადიან პერსპექტივაში უკვე? გრძელვადიან პერსპექტივაში ავტორიტარული რეჟიმის კრასნანის დავისწავლოთ. არა, ის უფრო და უფრო არის ალბათობა იმისა, რომ ის უფრო და უფრო კორუმპირებული იქნება ყოველი წლით და მატულობდა. ეს კორუფცია შემდგომში აფერხებს სწორედ კომერციის განვითარებასაც. ვთქვათ, ტუნისში, ვთქვათ, არაბული გაზაფხული დაიწყო ტუნისიდან, დაიწყო რატომ? იმიტომ რომ მოდემოკრატიულ ავტორიტარულ რეჟიმის პირობებში, რომელიც შეიძლება დავართ დაახლოებით შევარდნეს რეჟიმის შევადაროთ, მოდემოკრატიულ, კორუმპირებული, მოავტორიტარული რეჟიმი, სადაც უბრალოდ რიგითი პოლიციელი ავიწროებს რიგით მოღვაწეს. მიდის, ვთქვათ, რაღაც ფულს ართვევს, ხარკს, ასე ვთქვათ, არა იმასაც გადასახდებში მიდის, არამედ ისაც ამიჯიბეში მიდის. და ერთ-ერთი ამგვარი, ასე ვთქვათ, რიგითი პოლიციელის ერთ-ერთი ამგვარი გამოხდომის შემდეგ, ერთ-ერთმა მოღვაწემ უბრალოდ დაიღო და დაიწვა თავი და იმდენად ყელში იყო ამოსული, რომ ამან გამოიწვა საყოველთაო აჯანყება.
და მე მოვედო ხა იქ სხვა მომენტიც იყო პურის ფას მაგრამ ნუ თემაა რა ამას დაუბრუნდებით მე მოკლედ საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე ამერიკას საბჭოთა კავშირის შორის იყო დაპირისპირება პოსტკოლონიურ ქვეყნებში და როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა ამერიკას დაავიზა რომ გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს აფრიკულ და ლათინოამერიკულ ქვეყნებზე დაამთავრა პრინციპში და გაჩნდა ძალაუფლების ვაკუუმი, გეოპოლიტიკური გავლენის ვაკუუმი. ამერიკამ დაანება საბჭოთა კავშირი დაიშალა, ხოლო ამერიკამ მიანება მათ მეურვეობას თავი. და ამ ვაკუუმის შევსება დაიწყო ძალიან აქტიურად ჩინეთმა და დღეს ახლა ამას შეერთო ინდოეთიც და სხვადასხვა სტრატეგიით მოქმედებით ჩინეთი და ინდოეთი, მაგრამ საბოლოო მიზანი მაინც არის ამ აზიისა და აფრიკის და ლათინო ამერიკის ქვეყნებში გავლენის მოპოვება და ჩინეთი და ინდოეთი არის დღეს ერთადერთი კონკურენტები ამ რეგიონში ასე ვთქვათ გეოპოლიტიკური ბატონობისთვის. გასაგებია. ადიციონალურ მაყურებლებო, რეკლამის შემდგომ დავბრუნდებით. დაგიბრუნდით პატრიციებულო მაყურებლებო, ახლა განვაგრძოთ ისევ თემას, რაც დავიწყოთ, რაც შევეხეთ, თუ რა მოვლენები მიმდინარეობს მსოფლიოში და საქართველოს როლს ამ მოვლენებში სად ხედავთ, სად უნდა ვიყოთ და საითკენ მივდივართ. ყოველთვის არის ისევ კიდევ ერთხელ მოგესალმებით, აბა განვაგრძოთ ის თემა, რაც დავიწყოთ. ვიჩი აცი შემოგვიერთე მათ პირასთან. ხო რა, ხო. ხო არა, ჩვენ დავიწყეთ იმით, რომ რა ორიენტაცია შეიძლება გქონდეს საქართველოს რა. და რეალური არჩევანი არის სინამდვილეში მართლაც დღესდღეობით არჩევანი არის რუსეთსა და დასავლეთ შორის. და აქ არის თავისებური ნიუანსი. ჩვენ არასოდეს გვეცოდინება სახელმწიფო კონკრეტულად რა უნდა ჩვენ და რუსეთს. რუსეთს აქვს თავისებური ისტორიული გამოცდილება და თავისებური ისტორიული გამოცდილება გამომდინარე უკვე პოლიტიკური ხედვა და სტრატეგია. რუსეთი მოიაზრებს თავს ალყაშემორტყმულ ციხედ. რუსეთმა შეძლო თავის განვითარების გარკვეულ ეტაპზე ფეოდალიზმი გამოეკო, ასე ვთქვათ, თავის განვითარებიდან. ფაქტობრივად რუსეთი ერთადერთი ქვეყანა ევროპის ტერიტორიაზე, რომელმაც შეძლო ფეოდალური კლასის განადგურება და დამორჩილება. და ფაქტობრივად თქვათ მოსკოვიამ აიღო არსებითად მონღოლური სახელმწიფოების მონღოლური ფორმა აიღო. ოქროს ურდოს განმეკვიდრებით მიღებული ასე ვთქვათ რა. და ამგვარი სახელმწიფო ვერ ხედავს მოკავშირეების არსებობის შესაძლებლობას. ის ხედავს, რომ ის არის ალყაშემორტყმული, მისი გადაჭრის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ მას არ აქვს ბუნებრივი საზღვრები. მას არ აქვს ბუნებრივი დაცული საზღვრები. მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ძალიან ძლიერი იყო, ივანე მრისხანე ისდა კრემლში და იქნებდა თითებს მაშინ, როცა ყირიმის ხანი არბევდა მოსკოვს და დაწვა მოსკოვი, მაგალითად რა. მას არ აქვს ბუნებრივი საზღვრები, მას არ აქვს დაცული ბუნებრივი საზღვრები და მისი ერთადერთი სტრატეგია მდგომარეობს გაფართოებაში. რაც უფრო შორს გადაწევს რუსეთის საზღვარს, მით უფრო დაცული იქნება ის. ამ სტრატეგიას გარკვეულად საფუძველს უყარებს მეორე მსოფლიო ომის. ახლა მაგალითად არავის არ მოგწონს, რომ საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ გაიყვეს დაუშვათ პოლონეთი, მაგრამ საბჭოთა კავშირს რომ 300-500 კილომეტრი არ გადაეწია საზღვარი მისკიდან ბრესტამდე, გერმანელები მოსკოვს აიღებდნენ. იმიტომ რომ გერმანელები გაჩერდა მოსკოვიდან 30 კილომეტრში და მერე დაიხიეს 100 კილომეტრამდე, მაგრამ ფაქტია რომ ის კვირა, რომელიც გერმანელებმა დახარჯეს ბრესტიდან მისკამდე სივრცის დაძლევას და შემდგომ ის სამი კვირა, რომელიც გერმანელებმა დახარჯეს მოსკოვიდან 500 კილომეტრიან ზონიდან მოსკოვიდან 100 კილომეტრიან ზონაში მოსასვლელად, ისაც მოიმატა თქვათ საბჭოთა კავშირმა
პოლონეთის გაყოფით რეალურად სამსახურში გადაარჩინა. ანუ რეალურად გამოდის ისე რომ ისტორიული გამოცდილება კარნახობს რუსეთს რომ ეს არის გამართლებული და გაამართლა. დიახ. რუსეთის ისტორიული გამოცდილება ეუბნება რუსეთს შემდეგს. რუსეთი ან ფართოვდება, ან იშლება. რუსეთი იარსებს მანამ სანამ ის იულის დასავლეთისკენ ჩრდილოეთისკენ სამხრეთისკენ აღმოსავლეთისკენ ყველა მორთულით გაფართოვდეს. კიდევ ერთი რუსეთი არ ცნობს უმცროს პარტნიორებს. უფრო სწორად აქ უკვე ძალის პრიმატის თემა როგორც ჩანს. რუსეთი არ იყვამს პარტნიორად მხოლოდ თანაბრძოლიერ ძალას. როგორც წესი პარტნიორს სიტყვა პარტნიორს ხმარობენ დღეს იგულისხმება გეოპოლიტიკური კონკურენტი. რომელთანაც შეიძლება ჭიდაობაც, რომელთანაც შეიძლება მოლაპარაკებაც, რომელთანაც შეიძლება ვაჭრობაც, ვაჭრობა კომერციულიც და ვაჭრობა პოლიტიკურიც, მაგრამ ეს თანაბრძოლი ძალა არის ანგარიშ დასაცავი პატივსაცემი მისგან. ეს უფრო პატარა ვიც არის. ის მისიაზე და არასანდო პარტნიორი იქნება, იმიტომ მას მოისყიდიან მთავრობას გადააბრუნებენ ვიღაცა შეცვლიან და მის პრად გამოიყენებენ, ამიტომ პატარა პარტნიორები რუსეთის არის მხოლოდ და მხოლოდ ეპიზოდი გარდამავალი საფეხური რუსეთის გუბერნიასა და რუსეთის მტერს შორის. გასაგებია. ეს ძალის პრიმატი, ესე იგი დიპლომატიის ძალას, ძალის დიპლომატია ჯამის ყოველთვის ესე იყო და ალბათ ესეც იქნება. ანუ პოლიტიკური რეალიზმი მაგას გვეუბნება რა, ყოველთვის ძალის პრიმატი არის ხოლმე. ახლა ამ კონტექსტიდან სხვანაირად არის, მაგრამ ხო, ნუ ამ კონტექსტიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო არის ტრამპის არჩევა ამერიკაში. ანუ ტრამპი არის გამორჩეული ლიდერი, ყველა სხვა ლიდერისგან განსხვავდება, არის ძლიერი, მე ვფიქრობ, ძლიერი პიროვნულ თვისებებს მქონე ლიდერი, რომელსაც შეუძლია რეალური გადაწყვეტილებების მიღება და ამ გადაწყვეტილებების შესრულება. ის არ არის, ასე ვთქვათ, რაღაც შეზღუდვებში, რაღაც ჩარჩოებში მჯდარი პიროვნება, რომელიც რაღაც ასე ვთქვათ, მიზეზთა გამო უარს იტყვის თავისი გეგმის განხორციელებაზე. ნუ გასაგებია, რომ ამერიკაში ინსტიტუციები ძალიან ძლიერია და ეს თავისთავად პრეზიდენტს რაღაც უფლებებს უღდავს რაღაც ჩარჩოებში, მაგრამ მაინც ხო არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამერიკა გააგდურებს საგარეო პოლიტიკას იმ ფონზე, რომ რუსებმა თუნდაც სირიაში ფაქტიურად მოიპოვა გამარჯვება და ასევე ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებში, როგორც ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ამბობს, დასავლეთმა გადაცემდა კრახი. ხო არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა უფრო გააგდურდება და საქართველოსთვის ეს რამდენად, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ფაქტორია და რამდენად მომგებიანი იქნება. ძალიან რთული საქმეა. ტრამპის საარჩევნო პროგრამა, რომელიც მიმართული იყო წინამორბედი დემოკრატიული ადმინისტრაციის კრიტიკაზე, თავის თავში მოიცავდა ერთ-ერთი მისი, ასე ვთქვათ, ქვაკუთხედი იყო რა, რომ ჩვენ რუსეთს კი არ უნდა ვიტილავოთ რაღაცეებს, დაუშვათ კი არ უნდა ასე ვთქვათ, ხულიანი ბავშვები ვითხრობკები კი არ უნდა დაუბრუნდეთ სკამზე, პატუშკები კი არ დაუბრუნდეთ გარემში, არამედ უნდა ვითანამშრომლოთ მასთან. როდესაც ტრამპს აეხლა უკვე ინაუგურაციის წინ კითხეს ყირიმზე, სირიაზე, მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, მან არ თქვა, რომ ის ცნობს ყირიმს, მაგრამ თავი არიდა რუსეთის კრიტიკას და გადაიტანა კრიტიკა ისევ ობამას ადმინისტრაციას. და თქვა დაახლოებით შემდეგი რა, რომ ვინაიდან და ობამას ადმინისტრაციამ არ დაუტოვა რუსეთს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები, შეუქმნა ილუზია, რომ წითელი ხაზები შეიძლება იყოს მწვანე შუქი. და როგორ ფიქრობთ შემდეგ სვამს კითხვას? თუ რუსეთი და ამერიკა არ იმეგობრებენ, ვინ უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებს? კლინტონი თუ მე? რა შეგვიძლია აქედან დავასხოთ? აქედან შეგვიძლია დავასხოთ ის, რომ ტრამპი აპირებს რუსეთთან რაღაცებზე შეთანხმებას, ისაც გაფუჭებულია ტრამპამდე, იმას ტრამპი არ დაუბრუნდება. ტრამპი ეცდება გადასინჯოს ამერიკის საგარეო პოლიტიკა, უარი თქვას რიგ ვალდებულებებზე, რომელიც ამერიკამ აიღო, რაც ამერიკას ვირუდება,
და ეს რესურსი მიმართოს ქვეყნის შიდა განვითარებაზე. ანუ ერთგვარად ამერიკა მე რამდენიმეჯერ უკვე უბრუნდება ერთგვარ იზოლაციონიზმს. რა თქმა უნდა, ეს ის იზოლაციონიზმი არ იქნება, რაც იყო დაუშვათ პირველი მსოფლიო ომის მერე, მაგრამ ეს მაინც უფრო ფოკუსირებული იქნება თავის თავს, რაც ნიშნავს შემდეგს. ის რაც რუსეთმა მოიპოვა ამ ბოლო რამდენიმე წელი, ეს ტექტონიკური გეოპოლიტიკური ცვლილებები დაიწყო 2008 წლიდან რეალურად, რა. მანამდე დაგროვილი პუნქტი განუხტა და მართლაც აგვისტოს ომმა რუსეთს ანახა, რომ პრინციპში მომენტ გაუვა, ესეთ არაბეთრო ჟარგონული ენით ვთქვა და გაზდის. უფრო მეტიც თუ დასავლეთის ინტერესი ქონდა რომ ვთქვათ რუსეთის არასწორი საგარეო პოლიტიკური კურსის გამო და რუსეთის არა კარგი მოთამაშეობის გამო მას სხვადასხვა სანქციებს დაუწესებენ და ამ სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკაში გაჩნდება პრობლემები და ამ პრობლემების გამო რუსი ამომრჩევლები დაუშვათ შეცვლიან პუტინის რეჟიმს მათი მოლოდინი ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამართლდა. უფრო მეტიც რუსეთის ხელისუფლება დღეს ძალიან ეფექტიანად ახდენს ამის ექსპლუატირებას, რომ აი ჩვენ გვებრძვია ყველანი რატომ იმიტომ ჩვენ ყველაზე კარგი ვართ. და აბა დავირაზმოთ ახლა და ვისებრძვია პუტინს, ესე ვისგან ვირაზმოთ პუტინის გარშემო. ნიშნავს თუ არა ეს რაიმე საქართველოსთვის. თუ ტრამპი ჩათვლის რომ დიახაც არსებობს გავლენის სფეროები და რუსეთს უნდა ჰქონდეს თავისი გავლენის სფეროები, ჩვენ არ ვიცით რას შეთავაზებს რუსეთი ამერიკას ისეთ კარგს, რომ ამერიკა იტყვის ხო კარგი, შენი გავლენის სფერო და მე ამაში არ ვერა. ყოველ შემთხვევაში რაღაცაზე მოლაპარაკება, ამ კუთხით მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება და რასთავარია დღევანდელი ადმინისტრაციისთვის აიძე ვინც მოვა ხო ეს თუხალ არის არა ინაუგურაცია. ამ ადმინისტრაციისთვის ვაჯობა საქართველოს გავლენის სფეროში იქნება საქართველოს ამ საკითხზე იქნება შესაძლებელი. ეს არ იქნებოდა შესაძლებელი ობამას და ჰილარი კლინტონის ადმინისტრაციის დროს ამერიკაში, ხოლო დღეს ეს შესაძლებელი. ეს რამე პოზიტიურს მიხადის ჩვენ? არა. თუ შეიძლება ჩვენი ინტერესები დაზარალდეს და დაზიანდეს, ანუ რაღაცა გარიგების საგნად იქცეს საქართველოს და ამან გამოიწვიოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანება. კი, შეიძლება. პირდაპირ გარიგება არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამერიკის ყველა ადმინისტრაცია მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას მოენახა რუსეთთან თვითონ მოიგვარებინა პრობლემების მოგვარების გზები. ხოლო დღეს თუ დაუშვათ ტრამპმა უარი თქვა ამერიკის მიერ საქართველოს უპირობ დაცვაზე, საქართველოს სხვა პოზიციიდან მოუწევს რუსეთთან პრობლემების მოგვარების გზების ძიება. საქართველოს აღმოსავლეთ მდგომარეობაში, როდესაც მას უბრალოდ მანევრის სივრცე არ აქვს. ანუ აღმოჩნდები ძალიან რთულ მდგომარეობაში და ამხელა სახელმწიფოსთან, სუპერ სახელმწიფოსთან ერთ-ერთზე, ესე გამოვა? ფაქტობრივად შეიძლება ესე გამოვიდეს. ანუ იმ შემთხვევაში თუ ამერიკის პოზიცია იქნება სხვა დასავლური სახელმწიფოს პოზიციები უბრალოდ რაღაცა თანაგდომის დონეზე. დიახ, თუმცა შეიძლება საკმაოდ ცინიკურად ჟღერდეს, მაგრამ დასავლური ცივილიზაციის აღშფოთებები არ არის თლათ ესე კრინობითად მოსახსენებელი. მათი აღშფოთებები გროვდება და შემდგომში ვლინდება ამა თუ იმ ფორმით. საბოლოო ანგარიშით ძალიან რთული თემაა. ტრამპი უარს ამბობს ნატოს დაფინანსებაზე, მაგალითად. უბრალოდ უარს კი არ ამბობს ნატოს დაფინანსებაზე, ის ამბობს, რომ მოკავშირეებმა უნდა ის წვლილი შეიტანონ, რა წვლილი შეტანაც მათ 5-6 სახელმწიფო, რომელსაც შეაქვს რეალურად ის თანხა, რაც უნდა იყოს შეტანილი, როგორც დიდუნაოს და დანარჩენები უბრალოდ ამათ ხარჯზე და იმ სარგებელ zroბილობენ, რაც უნდა იყოს. ხო და ვინ არის ეს 5-6, მას პრეტენზია აქვს ევროპის წამყვანი ეკონომიკების მიმართაც კი. რა თქმა უნდა. გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიმართ. ეხლა საქმე ის არის, რომ ლიბერალების ასე ვთქვათ ზეიმი თავისთავად გულისხმობს პაციფიზმის ზეიმსაც. და კი ჩვენ ხედავთ უნდა გავიხსნოთ თავისუფლად მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდი, როდესაც
მაშინდელ ევროპულ ლიბერალებს ვინაიდან ეშინოდათ ომის, როგორც საკაცობრიო კატასტროფის, რომ მათმა შიშმა, მათმა სიფრთხილემ, მათმა პაციფიზმმა, სწორედაც რომ განაპირობა ყველაზე სისხლისმღვრელი ომი კაცობრიობის ისტორიაში. შესაძლოა მათ არ ჰქონდათ საშუალება დრო იმისათვის, რომ კაფეო რეაქცია მიეცათ აგვისტოს ომზე, შეიძლება ეს დაუშვათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა და აქ უკვე მიდიან პირდაპირ ეკონომიკურ ზარალზე მიდიან იმისათვის, რომ რუსეთს ეს არ შეერჩეს. ამიტომ ამერიკა არ არის ერთადერთი მოთამაშე რეგიონში და ესე ცალსახად ეს რუსეთი არ იქნება ერთადერთი მოთამაშე ამ რეგიონში რა ასე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გეოპოლიტიკური პრობლემები საფრთხები მატულობს. მაგრამ კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი რეალური ერთადერთი საგარეო პოლიტიკური შანსი ასე ვთქვათ, ხო? ეს არის ვიყოთ ისტორიულადაც და პოზიციად როგორც ახალი ისრაელი და კლავაც ის პოზიცია როგორც მეორე ისრაელი, ანუ კბილებამდე შეარაღებული, ძალიან მობილიზებული ლამის მილიტარისტული სახელმწიფო, რომელიც სარგებლობს შეერთებული შტატების უფლებო მხარდაჭერით იმის გამო, რომ ეს პატარა, მაგრამ მილიტარისტული ასე ვთქვათ, ჭალებში მილიტარისტული სახელმწიფო ყველგან მას მხარს უჭერს და ეს მნიშვნელოვანია. შეგვიძლია ვისაუბროთ მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე და ამის მნიშვნელობაზე. კი ბატონო, შენო გადაცემის უკვე ძალიან დიდი მადლობა უთარ, ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხარ და რა ვიცი, ძალიან საინტერესოდ ისაუბრეთ, შემდგომში აუცილებლად კიდევ განვავრცელოთ, გავხსნით ამ თემებს. დიდი მადლობა აუდიტორიულ მოგვიყვებილებო, როგორ გიყურებთ და აუცილებლად დაელოდეთ ჩვენს შემდგომ გადაცემას. კარგად